1506 წელი იტალიური რენესანსი პიკშია. მიქელანჯელო ბონაპარტი კი საუკეთესო ფორმაშია და ის ნისლიან და წვიმიან ბრიუგეში აგზავნის ამანატს, რომელიც მთელ ევროპას აოცებს. საინტერესო ის არის, რომ ეს არის მიქელანჯელოს ერთადერთი ქანდაკება, რომელმაც მის სიცოცხლეშივე დატოვა იტალიის საზღვრები. ალბათ გაგიჩნდება შეკითხვა, რატომ მაინც და მაინც ბრიუგე? რადგანაც მაშინ ბრიუგე ერთ-ერთი გამორჩეული და მდიდარი ქალაქი იყო, ხოლო ძმებმა მაკრონებმა ხელოვანს იმ ხალხთან შესთავაზეს, რომ მან უარი ვერ გამოცხადა. ეს ბრიუგეს ღვთისმშობლის ტაძარია. სწორედ აქ ინახება მიქელანჯელოს შედევრი. საერთოდ ეს არ არის უბრალოდ ნაგებობა, მისი აგურის კოშკი 115 მეტრია. შიგნით ბურგუნდის ჰერცოგების საფლავებია და ყველაფერი ისეა, როგორც საუკუნეების წინ. ოღონდ ამ ტაძარში არის ერთი კონკრეტული სივრცე, სადაც ყველა მნახველი იყრის თავს. სწორედ აქ ხვდებათ მათ მიქელანჯელოს ბრიუგეს მადონა. მინდა დააკვირდეთ ქანდაკებაზე ღვთისმშობლის მზერას, რომელიც თითქოს გრძნობს მისი ყრმის ბედს. საინტერესო ის არის, რომ ამ ქანდაკებამ არაერთი თავგადასავალი გაიარა. ის ჯერ ნაპოლეონმა, ხოლო შემდგომში ჰიტლერმა გაიტაცა, მაგრამ ის ყოველთვის დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქ ბრიუგეს. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია.